მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციის წევრები თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე თემთა პალატის წევრ, მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ ლერ მაკდუგალს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. პარტიის ცნობით შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკური ლიდერების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ასევე პოლიტპატიმრების რაოდენობის მზარდი სტატისტიკა. ხაზი გაესვა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი საერთაშორისო სანქციების დაწესების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების პროცესს. მიმართულებას, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამბროლაუში ახლად გახსნილ ოფისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და აპარატის წარმომადგენლებს შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული გამოწვევები გააცნეს. ლევან იოსელიანმა ისაუბრა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე. მათ შორის შოვის ტრაგედიის გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად ანგარიში ასახულ რეკომენდაციებზე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების კუთხით არსებულ და სხვა აქტუალურ საკითხებზე. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ახლად გახსნილი რეგიონული ოფისის წყალობით კიდევ უფრო გაღრმავდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა რეგიონში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით. აღნიშნულია ინფორმაციაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ვიზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლის მიზანიც ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა. ამასთან ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს ორმხრივად და координირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეულ მუშაობას, უფასო იურიდიული დახმარების გაწევას, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დოკუმენტირებას და შიდა და საერთაშორისო სასამართლო პროცესებში ლიდერობის აღებას, რათა მიღწეულ იქნა სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება უწყვეტი თავდასხმების, სამოქალაქო სივრცის, კრიმინალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე. საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ-მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ბრალდებულმა მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობაში აჯამა. ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა ზღვის უბნის პარკში გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება უპირველესად სწორედ ზღვის უბნის პარკზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს შეიცვალა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამკვიდრებული. კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ ქართულს, რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჯდენ კუპრაშვილის სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და გრანტების შესახებ საქართველოს კანონი იყო. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს კანონების გამჭვირვალე და ეფექტიან აღსრულებას. ნათქვამია ინფორმაციაში. ბაზის ბანკის გენერალური სპონსორობით საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა შვედეთში ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი გუნდური აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ტურნირზე შემოთავაზებული დავალებები შეეხო ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვდა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირები ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ფინალში. ტურნირებში ტრადიციულად მონაწილეობენ 40-მდე ქვეყნის უფროს კლასელები. ბოლო წლებში საქართველოს გუნდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს. წლევანდელ ტურნირში ჩართვა ბიზნეს ბანკის მხარდაჭერით შეძლეს და შედეგებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 400-მდე დრონი და 18 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა. მთავარი სამიზნე კიევი იყო. სამწუხაროდ კიევში 2 ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრე. ბოლო მონაცემებით 16 ადამიანი დაშავდა. წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს და ზეწოლა გაიზარდოს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა. როგორც BBC წერს, ლიდერები ლონდონში 37 ფრანგულ-ბრიტანულ სამიტს დაესწრებიან. გამოცემის ცნობით მათ შორის გამართული საუბრის მთავარი თემა მიგრანტების საკითხია. სტარმერი და ემანუელ მაკრონი განიხილავენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ლა-მანშის გადაკვეთას მცირე ნავებით ცდილობენ საფრანგეთში დააბრუნებს. ყოველი უკან დაბრუნებული მიგრანტისთვის საფრანგეთი გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მაძიებელს გაგზავნის. შესაძლოა ისეც, რომელსაც დიდ ბრიტანეთთან ოჯახური კავშირი აქვს. როგორც BBC წერს, ლა-მანშის სრუტეზე მიგრანტების რაოდენობა წელს 56%-ით გაიზარდა. კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით კიევის გოლოსევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკს ივან ვორონიჩს 5 ჯერ ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.